სანამ ამ პატარა სპორტსმენზე და მის ემოციებზე გიამბობთ, შეგახსენებთ ერთ ფაქტს. ქართველებს კარგი სპორტსმენები გვყავს. თითქმის ყველა სახეობაში და რა თქმა უნდა, მათ შორის არის ფრენბურთი. სამწუხაროდ ამ სპორტის შესახებ საქართველოში არც თუ ისე ხშირად გვესმის. თუმცა ფაქტია, რომ უკვე არაერთმა ქართველმა შეძლო ქართული ფრენბურთის სახელი საზღვრებს მიღმა წარმატებით გაეტანა. ამერიკაში, საფრანგეთში, თურქეთში, ყველგან სადაც ფრენბურთი სულ სხვა დონეზეა. ქართველებზე დიდი მოთხოვნაა, უყვართ და პატივს სცემენ, მათ როგორც ქართველ სპორტსმენებს. სავსე ტრიბუნებიდან ამის დანახვა მარტივია. სამწუხაროდ საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა. შესაძლოა ჩვენი ბიჭების და გოგოების ნაკრებები ამ ეტაპზე დიდი წარმატებით არ გამოირჩევიან, თუმცა ინდივიდუალურად მათ იგივე შეძლეს, რაც თუნდაც ჩვენმა ფეხბურთელებმა. დარწმუნებული ვარ, ვინც ფრენბურთს თვალს ადევნებს, იმ წარმატებული ქართველების შესახებ, რომელზეც დღეს გიამბობთ, იცით, მაგრამ ვისთვისაც ეს სპორტის სახეობა უცხოა. გეტყვით, რომ თუ ფეხბურთში იცით, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და სხვა, ფრენბურთში უნდა იცოდეთ კალანდაძე, თევდორაძე, ზაქაიძე და კიდევ ბევრი სხვა. ანა კალანდაძე საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანია და პირველი ქართველი ფრენბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სპორტულ ოჯახში აღზრდილი კალანდაძე მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი ფრენბურთელია. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა, მის შესანიშნავ თამაშთან ერთად არაერთი წარმატება. ასევე წარმატებული კარიერა აქვს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს ანა თევდორაძეს. ის პირველი ქართული ფრენბურთელია, რომელიც ამერიკის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. თევდორაძეს კონტრაქტი ლუიზიანას უნივერსიტეტთან აკავშირებს და იქ თავისი ლიდერობით უმტკიცებს ყველას, რომ ქართველებს ძლიერი ფრენბურთელები გვყავს. რა თქმა უნდა, ძლიერები გვყავს ბიჭებშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითი მათე თევდორაძეა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელიც აზერბაიჯანის, მაკედონიის და საფრანგეთის უმაღლესი ჩემპიონატების თამაშის შემდეგ ახლა მიზნად იტალიის კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ისახავს. მისი კარიერის და თავდაუზოგავი შრომიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველის ხილვა უბრალოდ დროის საკითხია. ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ებზადება ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი ალექსი ზაქაიძე. საზღვრებს გარეთ ასპარეზობის გარდა გამოსარჩევია მისი ერთი მიღწევა. ზაქაიძე საქართველოს ჩემპიონია კლასიკურ ქვიშის და თოვლის ფრენბურთში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ფრენბურთელები დაფრინავენ, მაგრამ უკონტაქტო სპორტის ყველა წარმომადგენელს ერთი მიზანი აქვს. წარმატების მიღწევა საქართველოს ნაკრებთან ერთად და ფრენბურთის პოპულარიზაციის გაზრდა. ეს ყველაფერი კი დამატებით მოტივაციას მისცემს მომავალ თაობას. როგორ დაიწყო მათი კარიერა და რა გამოარჩევს ფრენბურთს სხვა სპორტის სახეობებიდან, ამაზე თავად ისაუბრეს. კარგი წევს ბევრი კონტაქტი, შეჯახებები, ნაკლებად ტრამულია სხვა სპორტებთან შედარებით და ამიტომ ჩემო მშობლებმა უფრო ამ მიზნით მირჩიეს ეს სპორტი. უბრალოდ შემდეგ მე თვითონაც ყველაზე მეტად ფრენბურთი შემიხედა და ყველაზე მეტად აქ ვიპოვე თავი. 11-12 წლის ასაკში უკვე შემამჩნია ფრენბურთის მასწავლებლობა ჩვენ სკოლაში, ფრენბურთის მწვრთნელმა და რასაც ქვია დამზდევდა მეც და ჩემს ოჯახსაც, რომ აი შემოდი ფრენბურთზე და გაიცანი რა კარგი სპორტია, გოგოებისთვის შესანიშნავი სპორტია ამ შემდეგ და როგორც იქნა მივედი ვარჯიშზე და ასე ვთქვათ, პირველი დღეს შემიყვარდა. ცოტა სახალისო ისტორიაა, მთაში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად და აი მთების ფონზე დავინახე როგორ თამაშობდნენ ფრენბურთს და აი ცოტა ხნის ძალიან მინდოდა თამაში, მაგრამ ცოტა ხნის განმავლობაში ვიჯექი და უყურებდი ისე ლამაზად გამოიყურებოდა ამ სპორტის თამაში და არც ვიფიქრებდი თუ ესეთ ბუნებაში შეიძლება და რაიმე სპორტი გეთამაშო. აქამდე თამაშობდი ფეხბურთს, სხვათა შორის მე კარე ვიყავი და სასკოლო ჩემპიონატზე მომიწია ფრენბურთის თამაში. მას შემდეგ გამიტაცა ამ სპორტმა. მე ამჟამად ვიმყოფები თურქეთში, თურქებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი მსოფლიოში. ებრძოლება ყოველთვის იტალიას, ეს ორი ქვეყანა არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში და მე ამ ლიგაში თამაშობ, სხვადასხვა ეხლა უკვე შევიცვალე გუნდი პირველად. ასე რომ, ეხლა რა თქმა უნდა ფეხბურთს ვერ შევედრებით. კვარცხლბურთს კი ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან ბევრჯერ მიხსენებენ ხოლმე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეიძლება უთხრა, რომ აი ფრენბურთელი ვარ. თუ ვინ პოპულარული გუნდის წარმომადგენელი ხარ, უკვე შენი თორის წარდგენა არ გჭირდება და უკვე გიცნობა კიდევაც, რადგან თვალყურს ადევნებენ. ვარჯიშების რაოდენობა, ჩემმა მოდომებამ, კარგმა მწვრთნელებმა განაპირობა ის, სადაც ვარ ეხლა. ეხლა თამაშობ უკვე ამერიკაში. ლუიზიანას უნივერსიტეტში. ეს არის უმაღლესი დონე ამერიკის D1 division, რასაც ქვია რა, ანუ
სტუდენტები, რომლებიც არიან ათლეტები, თან სწავლობ 4 წელი გაქვს თამაშის უფლება და შესაძლებლობა 4 წლის მერე იღებ დიპლომს. 14 წლიდან მალევე დაახლოებით 1 წელიწადში უკვე ასაკობრივ ნაკრებში ვიყავი, რამაც ესე რომ ვთქვათ, მიბიძგა რომ პროფესიონალურად გამეგრძელებია ამ სპორტის თამაში. მალევე ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი და ეროვნული ნაკრების შემდეგ საქართველოს გარეთ ჩემი კარიერა დაიწყო აზერბაიჯანში. გავატარე 1 სეზონი. შემდეგ მაკედონიის კლუბშიც ვითამაშე, მაგრამ ნახევარი სეზონის შემდეგ გავწყვიტე კონტრაქტი მაკედონიის კლუბთან და დარჩენილი სეზონი გავატარე საფრანგეთში და რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი ყველასთვის თუ სად გავაგრძელებ კარიერას, იქნება ეს საფრანგეთი თუ სხვა ევროპული ქვეყანა. თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, თამაშობდი ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ლიგაში. თამაშობ როგორც კლასიკურ, ასევე თოვლის ფრენბურთს, ქვიშის ფრენბურთს, ვარ ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი ვარ, სამივე ტიპში, ასე რომ ვთქვათ. იმედი მაქვს, რომ უკვე მალე ჩვენს როგორც ევროპის ჩემპიონატი არის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატია, მოგვიწევს ასპარეზობა და შემდეგ უკვე ქართულ ეხილეს კლუბებსაც გავახარებთ. რთულია კონკურენცია გაუწიო ისეთ ქვეყნებს, რომელსაც პირველ რიგში ესეთი მოთამაშეები ყავთ, შემდეგ უკვე პირველ რიგში მწვრთნელები ყავთ, შემდეგ მოთამაშეები ყავთ. თვითონ ეს ორგანიზაცია ქვეყნის მხრიდან არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვცდილობთ ნენელა რომ რაღაცა ნაბიჯები გადავდგათ და ამ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, მაგრამ უბრალოდ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მიზეზი ესე რომ ვთქვა, არ ვიცი რატო არ არის პოპულარული. ესეთი ლამაზი, კარგი საყურებელი, განსართობი სპორტი. მეორე მე არ ვიცი, განსაკუთრებით გოგოებისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის კონტაქტური. ექშენიც არის რაღაცნაირი ცოცხალი სპორტია რა, ზიხარ და უყურებ სპორტს, რომელიც არ ვიცი, მიდის და წამებში ხდება ყველაფერი. ვერ იაზრებ ისე ვარდება ბურთი მოედას. იქიდან გამომდინარე არის სხვა ქვეყნებში უფრო განვითარებული, რომ ჩართულობა უფრო მეტი ფრენბურთში და ჩვენთან ფრენბურთში ნაკლები ჩართულობაა, პოპულარიზაცია ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ამაზე თამამად შემიძლია ვთქვა, მაგრამ უფრო ნაკლები პოპულარიზაციაა და ფიზიკური მომზადება გვაქვს, როგორ გითხრათ, შედარებით დაბალ ლეველზე, ვიდრე ეს იქნება ევროპული ქვეყნები. ერთადერთი პრობლემა რაც არის იმაში, რომ არ არის პოპულარული საქართველოში ფრენბურთის დონე, ეს იმის ბრალია, რომ არ არის სპონსორები ჩართული, არ არის მედია ჩართული და უფრო ნაკლებია ამ ყველაფრის გაშუქება, ასე რომ ვთქვათ. ფინანსი არ გვაქვს, იმხელა როგორც დაფინანსებაც არის ევროპულ ქვეყნებში, ასეთი დაფინანსება საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ. არ არის ფიზიკური მომზადება, ისეთი როგორიც საჭიროა იმისთვის, რომ განვითარდე და უფრო მაღალ დონეზე იყო. პირველ რიგში უნდა ჩაიდოს პატარა ბავშვებში მთელი რესურსი, მთელი ცოდნა, რომ მათ უკვე შემდეგ გამოიყენონ. ეს არის აღსანიშნავი, რომ ამჟამად უკვე ბევრი ლეგიონერი ყავს და ეს კარი უკვე გახსნილია. ღია არის, უნდა იცოდეს ახალმა თაობამ, რომ თუ მართლა გადაწყვეტს, რომ რაღაცა სერიოზულად მიუდგეს ამ სპორტს. დაინტერესება არის უკვე გოგოები საკმაოდ ბევრი არიან, განსაკუთრებით ბიჭებიც. და ამ პატარა ბავშვებს სჭირდებათ მწვრთნელები მაღალკვალიფიკაციური, ვინც ასწავლის ისე, როგორც არის საჭირო. საზოგადოებაშიც უნდა შეიცვალოს რაღაცეები, ისე მენტალურად დამოკიდებულებები, პროფესიონალიზმი, ეს ყველაფერი უნდა ჩაინერგოს პატარებში. ფრენბურთის თამაში შეუძლია ყველას, იმიტომ რომ მოედანზე ყავს მაღალი მოთამაშეები, როგორც არის წინა ხაზის თავდამსხმელები, ასე ვთქვათ, და ყავს უკანა ხაზის გამცველები. ვნება უნდა გქონდეს სპორტის მიმართ და უნდა გინდოდეს, რომ კარგი გახდე და რაღაც მიზანი უნდა დაისახო, ამ მიზნისთვის მისაღწევად რა უნდა გააკეთო და ბოლოს მიხვა მიზნამდე რა. მე ისე ვფიქრობ. მე პატარა რო ვიყავი, ყოველთვის მინდოდა, რომ საზღვარგარეთ უნდა ვითამაშო და ამდენი ვარჯიშის, თვალების, სისხლის, ოფლის შემდეგ აქ ვარ. და მინდა რომ ყველას ვუთხრა, თუ მომიდომებენ ყველაფერი გამოვაჩ. მე რომ პატარა ბავშვი ვარ და მინდა რომ რაღაცას მივაღწიო, ჯერ საქართველოში უნდა ვაჯობო ყველას, ასე ვხეშად რო ვთქვათ. და შემდეგ საქართველოში ყველას როდესაც აჯობებ, არანაირი პრობლემა არ არის საზღვრებს გარეთ გასვლა და კარგი გუნდების მოწევნა. და ყველაფერი არის დამოკიდებული პირადად ბავშვზე და ოჯახზე. იმაში რომ მე დღეს ამ სპორტს პროფესიონალურად ვუდგები და პროფესიონალურად თამაშობ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პირველ რიგში ჩემს ოჯახს, რადგან
ყოველთვის გვერდით მიდგანან და განსაკუთრებით დედას ძალიან უყვარს ეს სპორტი და უნდა რომ გამეგზელებინა პროფესიონალურ დონეზე და ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პირველ მწვრთნელებს ქალაქ ქუთაისში, რადგან მათ ესე ვთქვა დაინახეს ჩემში, რომ შეიძლებოდა ჩემგან დამდგარიყო კარგი ფრენბურთელი და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე ამ გზაზე დამდგარიყავ. მივმართავ ახალგაზრდებს, რომ იყვნენ ბევრად სპორტულები, ბევრად მომდევნობულები, შრომელები და მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერს ერთმანეთს თავს მოუყრიან, ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვარ თავის მიზანსაც მიაღწევენ. ჩვენი წარმატებული ფრენბურთელები რომ ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებენ, ამის ერთ-ერთი მაგალითი 13 წლის ლიზი მჭეტლიშვილია. ზედმეტი შესავლის გარეშე უბრალოდ დაიმახსოვრეთ ლიზიმ, რომელიც რამდენიმე თვეში 16 წლამდე ასაკობრივ ნაკრებში ითამაშებს. პარკში ყოველთვის ბავშვები თამაშობდით ხოლმე ფრენბურთს და დამაინტერესა, იმიტომ რომ ზოგი თან დადიოდა, ზოგი თან სწავლობდა. და მე ძალიან დავინტერესდი ამ სპორტის და როდესაც შევედი, ძალიან მომეწონა, გავწყვიტე რომ გავყოლოდი ამ სპორტს და ეს ყველაფერი 11 წლიდან დაიწყო, დაახლოებით 1 წელია და რამოდენიმე თვე რაც დავდივარ. რამოდენიმე თვეში 16 წლამდე ბავშვთა ნაკრებში უკვე ვიქნები. და ეს თქვათ ეს ოცნება მიხდება. იაპონიის ნაკრები მომწონს, კაცების ოღონდ ძალიან კარგად თამაშობენ და ძალიან მომწონს ზოგადად ეგ ნაკრები, მაგრამ ისე ფრენბურთელი ალბათ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ნაკრები და ნანა კალანდაძე მომწონს ყველაზე მეტად. მე მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი. ამ საჩუქარს გაჩვენებ და ვნახოთ თუ მოგეწონება. გამარჯობა ლიზი, მითხრას რომ გინდა რომ ფრენბურთის ნაკრებში მოხვდე, როდესაც გაიზრდები და ძალიან მომდომებული ხარ. მინდა გითხრა რომ პირველ რიგში ეს არის თავარი მომდომება, შრომა. მინდა გაგაფრთხილო, ასე ვთქვათ, ხუმრობით გეტყვი, რომ ჯანმრთელობას მიხედო, თან ხუმრობით, თან სერიოზულად, რადგან ჯანმრთელობა არის პირველ რიგში ამ სპორტის და ყველა პროფესიონალური სპორტისთვის მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ყველაფერი შესაძლებელია შენი მონდომებით და შრომით. ასე რომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ისევ ბევრ წარმატებას გისურვებ. იმედია ერთ დღესაც ერთად ვიდგებით მოედანზე. აბა კარგად. გამარჯობა, ლიზი, მე არა თევდორაძე ვარ, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე და ამჟამად ვთამაშობ ამერიკაში, ლუიზიანას უნივერსიტეტში. გავიგე რომ შენი ოცნება ითამაშო ჩვენს ნაკრებში. მინდა გითხრა რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შენ იმუშავებ საკუთარ თავზე, ივარჯიშებ ძალიან ბევრს, ისწავლი ფრენბურთს და არ დანებდები. იმიტომ რომ ფრენბურთში თამაში შეუძლია ყველას. ეს არის სპორტი, განსაკუთრებით მოგებისთვის მე ძალიან მიყვარს და მინდა გისურვო წარმატება. გამარჯობა ლიზი, გავიგე რომ ძალიან გიყვარს ფრენბურთი და წარმატებებს გისურვებ, გააგრძელე შრომა და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოგივა. ლიზი, გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ესე დაინტერესებული ხარ და ესე ძალიან გიყვარს ფრენბურთი. გისურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ რომ მიაღწევ შენს მიზანს და საჩუქრად გიგზავნი ჩემს მაისურს, რომლითაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი მაქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. წარმატებები. ვაი, მადლობა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 13 წლის ლიზისთვის ეს პატარა ვიდეო мотиваციის კიდევ ერთი დიდი წყაროა. შესაბამისად მჯერა, რომ ყველა ფრენბურთელი, რომელიც მაქსიმუმს დებს ამ სპორტისთვის, აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას ჩვენს ნაკრებთან ერთად. ამ წარმატების მიღწევის დაჩქარება კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ერთი მარტივი ხერხით. ისევე უნდა ვიამაყოთ მათით და ისევე უნდა გავავსოთ ტრიბუნები, როგორც ეს ჩვენ გვშვევია. მე კი მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოგაწოდოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ შესახებ. ამისთვის კი უბრალოდ უნდა გამოიწეროთ არხი და ჩართოთ ზარიცხლად.